მაშინ ცოტა ისეთით დავიწყებ მარტივით რაც ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც მინდა რომ ჩავსვა ამ სიაში რა. ეგ არის ვარჯიში, რა თქმა უნდა და რატო შეიძლება ვარჯიში დააკავშირო ნებისმიერ საქმეში წინსვლასთან და ცხოვრების გაუმჯობესებასთან, იმიტომ რომ ვარჯიში რაც ხდება ეგ პროცესი, რასაც გადიხარ, ყველაფერი დაკავშირებული არის იმასთან, რომ სხვა რაღაცასაც რო გააკეთებ, ყველგან იგივე მიდგომა არის და იგივე მიდგომით აქ თუ გაიმარჯვებ, სხვაგანაც იგივე მიდგომით გაიმარჯვებ რა. ყველა სხვა დანარჩენ მიმართულებაში ზუსტად არის მსგავსი მიდგომა საჭირო. მსგავსი თანმიმდევრობა და ყველაფერი რაც არის. ეგ პირველი არის ვარჯიში, რომ ვარჯიში როცა ვითარდები, როცა იზრდები, ჯერ ერთი შენი ცხოვრება აუცილებლად შეიძლება, როცა დაიწყებ ვარჯიშს რა, თანმიმდევრულ ვარჯიშს, ანუ კვირაში 4-ჯერ მაინც ან 5-ჯერ, ან რავი, თავიდან თუ იწყებ შეიძლება რთული იყოს და 3-ჯერ. წარმოდგენა არ აქვს რა მხელათი და რა მაგრად ცვლის არა მხოლოდ აზროვნებას, არამედ გარშემო სიტუაციას, თუნდაც ის, როცა კარგ ფორმაში ხარ, უფრო მეტად შენ თავს პატივსცემ, ანუ უფრო მეტად გაქვს თავდაჯერებულობა, უფრო მეტად გაქვს რწმენა, უფრო მეტად გაქვს სიტუაციებში, ასე ვთქვათ, სხვებისგანაც იგივე დამოკიდებულება შენს მიმართ, რაც შენ გაქვს შენი საკუთარი თავის მიმართ. და საქმეში, სხვა საქმეში, რაშიც არ უნდა გადაიტანო, გაქვს იგივენაირი თავდაჯერებულობა რა. იბუსტება ისეთ დონეზე, რომ ანუ შენ თვითონ ვარჯიში როცა განავითარებ ამ ყველაფერს, მე სხვა რაღაცაებშიც გაქვს რწმენა, იმიტომ რომ როცა იცი, რომ შენი სხეული თუნდაც შეცვალე და საუკეთესო კონდიციაში, საუკეთესო ფორმაში მოიყვანე, ეს რო დაინახე, როგორ გააკეთე, რა იყო პროცესი, როგორ გამოვიდა შედეგი, რა დრო იყო შედეგი, რა სიტუაციები მოხდა, როგორ აზროვნებაც შეიცვალა და ყველაფერი რა და მაგ მიმართულებით მე შენ აანალიზებ, რომ ეგ ყველაფერი რო გადაიტანო სხვა საკითხებში, ყველაფერში გექნება მსგავსი შედეგები. ისეთი რაღაც არის, რომ ვიღაცა რო კითხულობს, რომ რწმენა როგორ გავიძლიერო, თავდაჯერებულობა როგორ გავიძლიერო, პირველი არის ვარჯიში რა, რასაც გეტყვის და რასაც ნებისმიერი გეტყვის, ვინც ამ საკითხში ერგოვა რა.